უფლებადამცველთა კომისიის თავმჯდომარე ნიკოლოზ ბჟავანაძე მართლმსაჯულების ხარვეზების დამდგენი კომისიის შესახებ კანონპროექტის მიღების დაჩქარებას ითხოვს. ბჟავანაძის განცხადებით, კანონპროექტის განხილვა საგაზაფხულო სესიის დახურვამდე უნდა დაიწყოს, რათა პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ ვეტოს დადების შემთხვევაში მისი დაძლევის პროცედურები არ გაჭიანურდეს. უფლებადამცველთა კომისიის თავმჯდომარის შეფასებით აღნიშნული კანონის მიღებას დაკრძალული პირებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, რადგან წინამთავრობის მიერ ბრალდებულის უმრავლესობას ქონება ჩამოერთვა ან ჯარიმის სახით დიდი ოდენობით თანხის გადახდა და ეკისრა. ზუსტატური და აქედან გამომდინარე იმისათვის რომ სწრაფად და მყისიერად ამოქმედდეს ეს კანონი, ამისათვის საჭიროა საგაზაფხულო სესიაზევე დაიწყოს განხილვა და თუ კი ვერ მოხერხდა საგაზაფხულო სესიაზე, მაშინ პარლამენტს აქვს უფლება კონსტიტუციის თანახმად რიგარეში სესია მოიწვიოს. ეს კანონი საშუალებას აძლევს უკანონოდ გასამართლებულ პირებს დაიბრუნონ სამართალი და ფაქტიურად ნაციონალური მოძრაობის რეალურად გასამართლების პროცესი იწყება აღნიშნული კანონის ამოქმედებიდან.